გამარჯობათ. ალბათ გახსოვთ ქართული ფილმი შერეკილები. იქ არის ასეთი ფრაზა: მოდიხართო და მართმევთ ფრინავი იდეებით შეპყრობილ ადამიანებს. მოდით ვნახოთ, ეს უბრალოდ იუმორისტული გამოთქმაა, თუ რეალობასთან აქვს საერთო. იყო ერთი დიდებული ადამიანი, მისი სახელია მაკარი დიდი. ღმერთი ვითარიო, ასე ამბობდნენ ხოლმე. სადაც მივიდოდა ხოლმე, როგორც უფალი მისულიყო, მკვდრები ცოცხლდებოდნენ, ავადმყოფები იკურნებოდნენ და ასე შემდეგ. ერთხელაც, როცა მაკარი ლოცვაზე იყო ეკლესიაში, უფალმა სულიერი თვალი აუხილა და მაკარი ასეთ რამეს ხედავს. მთელი ეკლესია სავსეა შავი, მფრინავი ბავშვებით, ანუ ეშმაკებით, რომლებიც დაფრინავენ, ხან ერთ ბერთან მივიდოდნენ და სუფრას გაშლიდნენ, ხან მეორესთან, ვითომ სახლს აშენებენ, მესამესთანო ოქროს ფულებს ითვლიდნენ და ასე შემდეგ. ლოცვა რომ დამთავრდა, მაკარიმ ძმებს დაუძახა და გამოჰკითხა, ვინ რაზე ფიქრობდითო? და ძმები ყვებიან, მე ვქეიფობდიო, მე სახლს ვაშენებდი, მესამემ თქვა, მე ოქროს ფულებს ვითვლიდი. სულიერ სამყაროს აქვს ასეთი კანონზომიერება, თავიდან ეს ასე არ იყო, ეს ადამიანის დაცემის შედეგია, რომ როცა რაიმე სული უახლოვდება ადამიანს და რაღაც უხილავ, აზრობრივ ჰორიზონტს გადაკვეთავს, ადამიანის გონება იწყებს იმის დანახვას, ოღონდ აზრებში, რაც ხდება რეალობაში, ოღონდ სულიერ სამყაროში. გონებაში ჩნდება დაჟინებული მოთხოვნები რაიმე საქმისა. მაგალითად, დალევისა, მოწევისა, ჩხუბისა. აზრები იცნობიან, მათი წარმომავლობა იცნობა შინაარსით. როდესაც ეშმაკი მიდის ადამიანთან, მაშინ ადამიანს უჩნდება ცოდვის დაუცხრომელი მოთხოვნილება. სანამ არ შესწოდავს ხოლმე, ვერ მოისვენებს. თუ ანგელოზი მიუახლოვდა, მაშინ ჩნდება ჩადენილი ბოროტებების მიმართ სინანულის განცდა. გახსენება იმისა, რომ მოკვდავია ადამიანი, რომ საჭიროა სინანული. იყო ასეთი ადამიანი, წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. მას ასეთი რამ უწერია. დაცემის შედეგად ეშმაკმა მიიღო უფლება აზრებით ესაუბროს ადამიანს. ეშმაკის სიტყვები ადამიანის გონებაშიო ჟღერს, როგორც ადამიანის თავისი საკუთარი აზრები. ნებისმიერი აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის ჯულს, ნებისმიერი ვარიაციით, პირდაპირ, ნაწილობრივ, ათასნაირი განხრებით, თავისმართლებებით, ბურუში გახვეული გაურკვევლობებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ეშმაკის მოქმედება ჩვენზე. ეშმაკი არისო, როგორც კოდალა, ხესთან მიდის, ყველგან უკაკუნებს და სუსტი წერტილი თუ ნახა, მაშინ იქ ამოთხრეს. წმინდა მამები იმდენად ფრთხილად იყვნენ აზრებთან, არა მარტო ის, რომ დალევა, მოწევა, ჩხუბი, ეს არც განიხილებოდა, არამედ სულიერ საქმეებში, რომ გულის სიტყვებიდან ქადაგებაც კი აკრძალეს. აზრი მომივიდა, რომ ქვეყანა უნდა გადავარჩინო, გავანათლო და თავს ვერ ვიკავებ და ეხლა უნდა გიქადაგოთ. ესე არა. რა არის მექანიზმი აზრის შემოსვლისა ადამიანში? წმინდა მამებს
ადამიანის სულის აგებულება ასე აქვს აღწერილი. სამება ღმერთიო ადამიანში გამოისახა სამი სულიერი ძალით. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის ღმერთის ხატი, სამება ღმერთის ხატი. მამა, ძე და სულიწმიდა ადამიანში აღიბეჭდაო, როგორც ადამიანის გონება, აზრი, შობილი გონებიდან და უკვდავი სული, რომელიც მხოლოდ გონებიდან გამოდის. რახან ადამიანმა მადლი დაკარგა და ეშმაკის ბუნებასთან ურთიერთობაში შევიდა, მისი თვისებები გაიზიარა. ეშმაკს როგორც რადიო სიგნალების თანხვედრისას, თუ სიხშირეები დაემთხვევა ხოლმე, მაშინ სხვისი ხმები ისმის ჩვენს რადიოში. რაღაც ასე ხდება. ეშმაკის სიტყვებს ჩვენი გონება ვეღარ ანსხვავებს თავისი აზრისგან და ადამიანი ფიქრობს, რომ ეს თავისი აზრებია. ჩვენმა გონებამ დაკარგა უნარი განასხვავოს თავისი საკუთარი აზრი და გარედან შემოსული ეშმაკის აზრი. თუ კი რაიმე უბედურება ხდება დედამიწაზე, ომები, ჩხუბები, ყაჩაღობა, სიძულვილი, ყველაფერი იწყება აზრობრივი ქადაგებებიდან, როცა ეშმაკი მიდის ადამიანთან, უხილავად ესაუბრება და ნელ-ნელა, ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელი, 10 წელი ადამიანი თავის ჭკუაზე გადაყავს, აი ამ აზრობრივი საუბრებით. როგორ გავარჩიოთ? ეს არის უდიდესი ხელოვნება, აზრების გარჩევა. მაგრამ ეს აუცილებელია. ამის გარეშე ძალიან გაჭირდება ცხონება. ადამიანი სიბნელეში ივლის, როგორც თვალე ბაკრული. პირველი ეტაპი. ეს არის, რა თქმა უნდა, რწმენა ღვთისა. რწმენის გარეშე ღმერთთან ვერავინ ვერ მივა. მეორე ეტაპი, ეს არის ღვთისმცნებების დაცვა საქმით. აი მე ვიცი, რომ ღმერთმა აკრძალა ლოთობა, მაგრამ აი უგნური ნათესავი მეწვია და იმას ხომ არ ვაწყენინებ. ესე არა. ღმერთმა თქვა, რომ მომთრალეთა ცათა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ. ესე იგი, ჩვენ აღარასოდეს აღარ უნდა დავთრეთ. ღმერთმა თქვა, რომ ქურდები სასუფეველში ვერ შევლენ. ესე იგი, ჩვენ არასოდეს არაფერი არ უნდა მოვიპაროთ და ასე შემდეგ. თუ ადამიანი ღვთისმცნებებს იცავს საქმით და ხშირად ეზიარება, უფალმა ასე თქვა, ვინცო ჩემ ცნებებს დაიცავს, მივალთ და მასთან სავანეს ვყოფთ. ანუ სამება ღმერთი თავისი მადლით, თავისი ენერგიებით მკვიდრდება სამება ადამიანში. ადამიანის გონება მშვიდდება. აი აქ არის ხოლმე მდუმარება, დიდი მყუდროება. გახსოვთ ალბათ, უფალი ნავში რომ ავიდა, დიდი ღელვა იყო და შერისხაო ქარს და ზღვას და იქმნა დაყუდება დიდ. ზუსტად ამის მსგავსად, ჩვენი გონება დუმდება და დიდი სიმშვიდე ეუფლება ადამიანს. როდესაც ამ ფონზე ჩნდება რაღაც დამანევროზებელი აზრი, რომელიც აბეზარი ბუზივით დაგვტრიალებს თავზე, გვაიძულებს, რომ სადღაც გავიქცეთ, რაღაცა გავაკეთოთ, აბაჩქარა, უკვე გამოცდილებით გვეცოდინება, რომ ეს ღვთისა არ არის. ამასთან ყოველ აზრს აქვს ხოლმე თავისი სული, თავისი ენერგია მოყვება. უნდა შევადაროთ ხოლმე. აი მაგალითად, ვიცხე ზეთი ეკლესიაში და დავმშვიდდი. მოვილოცე მონასტერი და დიდი მყუდროება წამოვიღე იქიდან. ვეზიარე და ეს გაჩუმდა. ცხოვრების ხალისი დამებრუნდა. და ამ დროს მოდის რაღაც აზრი, აი სექტანტივით მოგვადგება ხოლმე, კარიბზე აკაკუნებს
და იძახის, რომ აბა ბედნიერება მოგიტანეთ, აბაჩქარა, ბევრი არ იფიქრო, აბა წავედით ესე. და მოაქვს რაღაც შფოთი, გულის სიტყვებში ქარიშხალი. მაშინვე მივხვდებით, რომ ეს ღვთის არ არის. სხვა სულია, სხვა ენერგია მოიტანა. და თუ აზრი მოვიდა და მადლი მოიტანა, მაშინ მივხვდებით, რომ ეს აზრიც ღვთისგან არის, სათნოა ღვთისთვის, ამის გაკეთება. თანმიმდევრობა დანაშაულითა პრევენციისა არის მოღვაწეობითი ცხოვრება, როცა ადამიანი არ ენდობა თავის თავს, არამედ ღმერთს, დღე და ღამე შრომობს მადლის მოსახვეჭად და შემდეგ ეს მაშფოთებელი, შეშლილი აზრები, რაც მოდიან გარედან, დროზე განაგდებს. მერთმა გაგახაროთ.